მე ერთი კვირის წინ გავაკეთე განცხადება ნაციონალური მოძრაობის სახელით და თქვი რომ სოფლის მეურნეობის პროგრამიდან მოპარული იქნა 80 მილიონი ლარი. მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ხარს უჭერთ ყველა იმ პროგრამას, რომელიც მიმართულია ჩვენი სოფლის და საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, უფრო მეტიც ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში გახსოვთ ქონდა 1000 ლარიანი ვაუჩერი და ფიქრობდით რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი დახმარებოდა სოფელს შედეგიანი იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებამ იმთავითო დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომები. არ გაითვალისწინა ხალხის და მათ შორის ჩვენი რჩევები. ჩვენ თავაზობდით რომ გლეხებს ქონოდეთ საშუალება ამ სასოფლო სამეურნეო ბარათების თუ ვაუჩერების ბანკში განაგდება და ამიდან თავიდან ავიცილებდით ყოველგვარ სპეკულაციებს, ავიცილებდით იმ გაუგებრობას, რომელიც ამას მოყვა, ავიცილებდით იმას, რომ საქართველოში პრაქტიკულად განსხვავებული ფასები ჩამოყალიბდა ბარათით შეძენილი ნივთებსა და ინვენტარ შორის და ბაზარზე, თავისუფალ ბაზარზე ამ ნივთებს შორის. მე ხა თქვენთან წარმოვადგინე ყველაზე ხშირად ჩვენი ფერმერების მხრიდან ნაყიდი, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი მათ არ ჰქონდათ, მათ არ ჰქონდათ საშუალება გაენაღდებინათ ბანკში და თვითონ გადაეწყვიტა თუ რა შეიძენდნენ და სად შეიძენდნენ, სად შეიძენდნენ, ამიტომ მათ შეუზღუდა სახელმწიფომ და ეს რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის და თელემთავრობის ბრალია. აქ არის განსხვავება თითოეული ნივთში რამდენი წააგო ქართულმა გლეხმა და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი დათვლით ეს არის მინიმუმ 30%, ანუ 80 მილიონი ლარი დაკარგეს ქართულმა გლეხებმა. ჩვენი ფრაქცია პარლამენტში დაიწყებს აქტიურ მუშაობას მომდევნო კვირიდან, როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ფრაქციის შეკრებებზე, მოიწევს მთავრობის წარმომადგენლებს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გამოეხმაურება ამ ჩვენს და რაც მთავარია ხალხის პრეტენზიებს და ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით. რომ ის დანაკარგი 80 მილიონი, რომელიც იქნა დატაცებული და ქართული გლეხებისგან წართმეული, საკომპენსაციოდ, თუნდაც საშემოდგომოდ, თითოეულ ოჯახზე 120 ლარიანი ვაუჩერი ან ბარათი თუ გნებავთ, დარიგდეს, ოღონდ ამ ბარათზე მაინც დაშვებული იქნას, რომ ამ ბარათებით შესაძლებელი იყოს ბანკში ამ ფულის განაღდება. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ მე ბრალს დღევანდელ ხელისუფლებას 80 მილიონის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის გაფლანგვაში და მოვითხოვ რომ ეს ფული დაუბრუნდეს ქართულ გლეხობას, რადგანაც მათ ზუსტად ამ ოდენობის თანხა დაკარგეს. მე მზად ვარ თქვენს ყველა შეკითხვას უპასუხო. მე სპეციალურად არ ვისაუბრე კომბაინებზე და ტრაქტორებზე, იმიტომ რომ მათი 80%, 95% არის ჩვენ დროს შეძენილი და მადლობა ღმერთს, რომ ზოგიერთ რაიონში ეს გამოადგა ჩვენს ფერმერებს და გლეხებს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი თანხით შეძენილი ტრაქტორებში თვით ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ადგილი ქონდა გარიგებებს, ყოფილი შევარდნაძის ეპოქის უკვე დავიწყებული გმირები გამოჩნდნენ და ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით ყოველთვის, რომ არ შეიძლება ძველი შევარდნაძის კადრების უკან დაბრუნება, იმიტომ რომ ისინი არ მოეშვებიან ფულის მოპარვას, დაშინებას, შანტაჟს და თქვენ იცით, რომ ამ მახინაციაში ჩართული სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელობის გარდა იყვნენ ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ცნობილი ლეგენდარული ალავიძის მეთაურობით და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება გამოიჩენს პრინციპულობას და ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ 80 მილიონის მოპარვა ასე მოკლე ვადაში, მხოლოდ ერთი პროგრამიდან, ეს არის არნახული ფაქტი და უახლოეს წლებში მსგავს აფიორა საქართველოში ადგილი არ ქონია. მე მზად ვარ კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანმა და რა თქმა უნდა ეს არის მთელი მთავრობის პასუხისმგებლობა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნივთები გაყიდული იყოს სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ხასუსავს სპეციალურ მაღაზიებში, იმიტომ რომ ამ ბარათების ვაჭრობა დაშვებული იყო მხოლოდ შეზღუდულ მაღაზიებში. და იმ ადამიანებმა, ვინც არ მისცეს გლეხებს საშუალება, თუ ისინი ვერ გამოიყენებდნენ მოხვნაში,
ან სხვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ამოცნობის შესრულებად შეძლებოდათ ბანკში გაინაღდებინათ და თვითონ აერჩიათ რომელ მაღაზიაში რომელ პროდუქტს იყიდნენ. იმიტომ რომ საქართველოში გაჩნდა საბჭოური ეპოქა, გახსოვთ თქვენ, არსებობდა ეგრეთ წოდებული თავისფასი და გასაყიდი ფასი, თქვენ ახალგაზრდები ხართ, არ გახსოვთ. კომუნისტების დროს, როცა გაჩნდა შეზღუდული იყო, დეფიციტი იყო, მაღაზიებში დამატებული ფასით იყიდებოდა, ასე ვთქვათ, ნაცნობობით და ჩაწყობით იყიდებოდა სხვადასხვა ნივთები. ჩვენ მივიღეთ საბჭოთა პერიოდი, როდესაც რაღაც რაოდენობა შეზღუდულ მაღაზიებში დასაშვები იყო ვაუჩერით ყიდვა და ზოგიერთ მაღაზიაში, დანარჩენ მაღაზიებში არ იყო დასაშვები. შესაბამისად მივიღეთ, რომ მეზობელ მაღაზიებში იყო ფასთა სხვაობა და გლეხელები იძულებული იყვნენ აი ეს ნივთები შეეძინათ იმ ფასად, რომელიც აქ მითითებულია და საშუალოდ 30% იყო განსხვავება ამ ნივთების ეგრეთ წოდებული საბაზრო ღირებულებასა და შეზღუდულ ღირებულებას შორის და ეს ყველაფერი გააკეთა, ეს ყველაფერი გადაწყვეტა მიიღო ამ მთავრობამ და ეს ყველაფერი გააკეთა სპეციალურად. იმიტომ რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდა აქვთ, რომელსაც შემოაქვთ სასუქები, რომელსაც შემოაქვთ შხამქიმიკატები და ასე შემდეგ, მათთან იყვნენ გარიგებაში, სხვანაირად მე ვერ ვხსნი, რატომ არ მისცეს გლეხს საშუალება თვითონ მიუგატო. რა, ქართულ გლეხს არ აქვს იმდენი გამოცდილება ჭკუა თვითონ გადაწყვიტოს, სად და როგორ დახარჯოს სახელმწიფო ბიუჯეტი ან მისთვის გამოყოფილი თანხა. ანუ მარტივად რო ვთქვათ, დაბალი ფასი ეს არის ის ფასი, რომელიც ბაზარზეა და მაღალი ფასი არის ის ფასი, რომელიც იმ სპეციალურ მაღაზიებში ედო ამ ნივთებს. ამიტომ, როდესაც გლეხი ამ ვაუჩერით მიდიოდა მხოლოდ სპეციალურ მაღაზიაში, მას უწევდა გაზრდილი ფასით შეეძინა თითოეული ეს ნივთი. აქ ყველა ნივთი რა თქმა უნდა არ არის. აქ კომბაინი და ტრაქტორი არ დაეტოვდა ამ ოფისში, ჯერ არა გვაქვს იმ ხელა ოფისი. აი ეს არის ილუსტრაცია, მე თქვენთვის ილუსტრაციას ამოვიღეთ, თუ რა ღირდა და რა გადაიხადა გლეხმა ამ ღირებულებაში. და ეს ყველაფერი შემთხვევით არ გაკეთებულა, ეს გაკეთდა სპეციალურად. და თვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, როდესაც განაღდება ხდება ვაუჩერის თქვენ რამათან ნახი გაქვთ, როცა 40%-ზე უფრო დაბალ ფასად მოხდა განაღდება ვაუჩერის. საწავიდა ეს ფული. რა თქმა უნდა, წავიდა ხელისუფლების ჩინოვნიკებსა და მათთან გარიგებულ პირდაპირ თქვათ, არ მომეორდა სამწუხაროდ, ამათ ეს ადამიანები არიან სპეკულანტები, რომელიც შეკრული იყვნენ ხელისუფლებასთან. ეს ამათ მე ვერ დავარქმევ ჩვეულებრივ ვაჭრებს. ვაჭრები არიან საქართველოს დაფასებული საზოგადოების წევრები, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც შეეკრნენ ხელისუფლებას, მათთან ერთად შევიდნენ გარიგებაში და ქართულ გლეხს ჯიბიდან ამოაცალეს ეს ნახა, მე მათ სპეკულანტებს დავარქვევდი, მაგრამ მთავარი დამნაშავეები ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არიან სახელმწიფო ხელები და ყველაფერზე პასუხს აგებს საქართველოს მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩამეკითხებით?